Adloba ღმერთს რომ შეგვიძლია ღვთის წინაშე ვიდგეთ, აღვაპროთ ხელები, თაყვანივცეთ მას. მოდი ეს მსახურება მინდა ერთი სიტყვით დავიწყოთ. ცოცხალია უფალი. ამენ. წმინდა წერილი ამ სიტყვას ძალიან ბევრგან და ბევრჯერ ამბობს. ვინც იყენებს smartphone-ებს და ელექტრონულ ბიბლიას, რომელიც smartphone-ებშია ჩაწერილი, ელექტრონულ ბიბლიას აქვს ძიების ფუნქცია. შეგიძლია ძიებაში ჩაწეროთ სიტყვას მე ცოცხალი ვარ და ნახავთ რამდენ ბიბლიის მონაკვეთს ამოაგდებს თქვენი smartphone-ი. უამრავი ადგილი მე მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ძალიან ბევრი ადგილია წმინდა წერილში, როცა წმინდა წერილი ამბობს, რომ ცოცხალი ვარ მე, ამბობს ღმერთი, ცოცხალი ვარ მე, ასე ამბობს უფალი. რომაელების წერილში ერთ ადგილს აგიკითხავთ ეხლავე ბოდიშით, ეხლავე რომაელების 14:11-12 მუხლები. რომელთა მიმართ მიწერილ წერილში წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რადგან წერია ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი და ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ესე იგი ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი თავისთვის ანგარიშ ჩააბარებს ღმერთს. დიდება უფალს. დაუკვირდით, ნარატივი მინდა გაიგოთ და მივხვდეთ. რადგან წერია ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი და რადგანაც ის არის ცოცხალი. რადგანაც ის ცოცხალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერს აკონტროლებს. რადგანაც ის ცოცხალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერს ხედავს. რადგანაც ცოცხალია, მან ყველაფერი იცის. დიდება უფალს. არ არის ადგილი მისგან დაფარული. არ არის არაფერი ისეთი, რაც მან არ იცის შენ შესახებ, ჩემ შესახებ. თითეული ჩვენთაგანის შესახებ, რადგან ცოცხალია უფალი, დიდება უფალს. დღეს მე ზუსტად ამით მინდა დავიწყო ეს ჩვენი მსახურება და მინდა უბრალოდ მოდი დღეს ყველა ფიქრი, ყველა სხვა რამე გადავდოთ გვერდზე და ვიფიქროთ რისი თქმა უნდა უფალს ჩვენთვის. ჯერ კიდევ გუშინ ნამდვილად ლოცულობდი და არ მქონდა მოწმობა ღმერთისგან რაზე უნდა მელაპარაკა. ღმერთო. იმიტომ რომ ცოცხალია ღმერთი. ხშირად ჩვენ გვაქვს პროგრამები, ჩვენ ვამზადებთ თემებს, ჩვენ შეიძლება ისა შეგვიძლია დავიდოთ ბიბლია, ამოვიწეროთ ბიბლიური მუხლები, მოვამზადოთ თემა, მაგრამ ცოცხალია უფალი. ღმერთს უნდა რომ უბრალოდ მე კი არ ვილაპარაკო, მან გამოიყენოს ბაგე, დიდება უფალს. ამიტომ ძალიან მინდა ერთი რაღაც გაიგოთ. ბიბლიაში არის ერთი სიუჟეტი მოთხრობილი და წეღან როცა თაყვანისცემა მიდიოდა შესაწირავზე, როცა მზია ლაპარაკობდა, მაშინ მოუძებნე. იცით რომ 4 სახარების პირველი მუხლები, 4-ვე სახარების პირველი მუხლები ლაპარაკობს როგორ აირჩია ქრისტემ 12 მოწაფე. იოანეს სახარების პირველ თავში ერთი ძალიან კარგი ამბავია მოთხრობილი. იოანე ცოტა განსხვავებულად გადმოგცემს ამ ამბავს, როგორ აირჩია იესო ქრისტემ ნათანაელი. ეს არის იოანეს სახარების პირველი თავი. მე 53 მუხლიდან წავიკითხოთ. მეორე დღეს გალილეაში წასვლა მოისურვა. იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ, გამომყევი. ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან. ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა, ჩვენ ვნახეთ ის, ვიზეც წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველი, იესო იოსების ძე ნაზარეთიდან. ნათანაელი ეტყობა განათლებული კაცი იყო, მან იცოდა წმინდა წერილი, მან იცოდა მესიანისტური წინასწარმეტყველება, ამიტომ გაუკვირდა, ნახე რა შეუნება. მიუგო ნათანაელმა, განა რა შეიძლება ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე იყოს? უთხრა ფილიპემ, წამოდა ნახე. იესო მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა, აჰა ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიდაც არ არის მზაკვრობა. კითხა ნათანაელმა, საიდან მიცნობ? გაუკვირდა ნათანაელს და იესო ეუბნება სიტყვებს, იცი,
ერთი ცოტა აზრს გავწყვიტავ. როცა ბიბლიას უბრალოდ კითხულობ, როგორც რომანი და არ გამოიკვლევ, შეიძლება ბევრი რამე გაუგებარი იყოს. იმიტომ რომ ნახეთ ახლა ჩვეულებრივი ტექსტი არაფერი არ არის აქ განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული რაღაც წერია აქ, როცა მის გამოკვლევას დაიწყებ. კითხა ნათანაელმა, საიდან მიცნობ? მიუგო იესომ, ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი დაგინახე. მიუგო მას ნათანაელმა, რაბი, შენ ხარ ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელის. რა უთხრა განსაკუთრებული, მოდი ავიღოთ. რა უთხრა იესომ განსაკუთრებული. უბრალოდ ტექსტს თუ წაიკითხავ როგორც რომანი, არაფერი განსაკუთრებული არ უთქვია. საიდან მიცნობ? ლეღვის ქვეშ დაგინახე. ბევრი ფიქრობს ალბათ ნათანაელი ლეღვის ქვეშ იდგა ჭრდილში და იესომ დაინახა და უთხრა ლეღვის ქვეშ დაგინახე. კი, მაგრამ ეგ ცნობა არის? ლეღვის ქვეშ რო დამინახე რა, მაგით მიცნობ? დაფიქრდით ამაზე. მაგრამ იცით რა არის საქმე აქ? ნათანაელი იყო იესოს თანატოლი. ასაკით მისი თანატოლი იყო. თუ გახსოვთ, რა ბრძანება გამოსცა ჰეროდემ, როცა გაიგო რომ ქრისტე დაიბადა. როცა მასთან მოგვები მივიდნენ და უთხრეს რომ ჩვენ მოვედით ახალი მეფის თაყვანისსაცემად. რა ბრძანება გასცა ჰეროდემ? 2 წლამდე ბავშვი უნდა მომკვდარიყო ყველა. და ნათანაელი ზუსტად იმ ასაკისა იყო და ის უნდა მომკვდარიყო მაშინ. და მისმა მშობლებმა ლეღვის ქვეშ დამალეს თურმე. ლეღვის ფოთლების ქვეშ დამალეს ნათანაელი. და ამით გადაარჩინეს და ეს არ იცოდა არავინ. არავინ არ იცოდა. მარტო თვითონ ნათანაელმა იცოდა და მეტმა არავინ. და იმ დღეს თურმე ნათანაელი როცა იესომ უთხრა ლეღვის ქვეშ დაგინახე, საერთოდ არ იყო ლეღვთან ახლოს. მაგრამ იესო ეუბნება, საიდან მიცნობ? მე შენ ლეღვის ქვეშ დაგინახე და ეს მიხვდა, მამ ყველაფერი იცის. მან ჩემი დაბადებაც იცის. ჩემი ყოველი წამი და წუთი იცის, ჩემი ცხოვრების რაღაც მან იქ დამინახა, სადაც არავის არ დაუნახივარ და არც არავინ იცოდა. მან ყველაფერი იცის. თუ გონია დღეს ადექი და გამოხვედი სახლიდან და ჩვენ ხშირად ისეთ რაღაცეებს ვაკეთებთ, რაც არავინ იცის და გონია რომ ერთს ვერავინ გაიგებს. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, ჩემო ძვირფასებო, რაც დაფარულია, ყველაფერი ცხადე გახდება. ჩვენი მოქმედება ყველაფერი დანახულია. იმიტომ რომ ღმერთი ყველგან ხედავს. იმიტომ რომ სულიერი სამყარო რეალობაა. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ და ერთ რამეს მინდა დაუკვირდეთ და ამაზე მოდი ვიფიქროთ, სანამდე მსჯელობას გავაგრძელებდე კიდე. იუდას წინას წერილში ერთი თავია სულ, იუდას წერილი, პირველი თავის 14 მუხლი ამბობს, ახლა მოდის უფალი ათეულობით 1000 წმინდანთან ერთად. მოდი გადავშალოთ. მოციქულ იუდას წერილი, პირველი თავი, 14 მუხლი. და ენუქმაც ადამის შემდეგ მეშვიდე მიწინასწარ მეტყველა, მათ ზედა თქვა, ახლა მოდის უფალი თავის ათეულობით 1000ობით წმინდანით. და მერე წერილია, რატომ მოდის? დაუკვირდით, რატომ მოდის? რათა მოახდინოს სასამართლო ყველაზე და ამხილო ყველა უღმერთოს ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღმერთოები ჩაიდინეს და ყოველგვარი სასტიკი სიტყვები მის მიმართ რომ უთქვამთ, უღმერთო ცოდვილთო. ესე იგი ვიღაცამ რო ჩუმად რაღაც თქვა, ხო არ გონი არავინ გაიგო. ეს ყველამ გაიგო და ყველამ იცის უკვე. სულიერი სამყარო ხედავს ყველაფერს. სულიერი სამყარო აკონტროლებს ყველაფერს. თუ ღმერთი დღეს არ მოდის ჩვენ და არ დგება ჩვენს წინ და იმ წუთსვე არ გვპასუხობს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მან ვერ დაინახა. წმინდა წერილი ამბობს, თუ ვდუმდი, არ ნიშნავს რომ გეთანხმებოდი. თუ ღმერთი დღეს დუმს, ის არ ნიშნავს რომ მას გამორჩა. ეს არ ნიშნავს რომ მან ვერ დაინახა. ერთ-ერთი ღვთისმსახური დღევანდელობაში თანამედროვე ღვთისმსახური, რომელიც პოპულარულია და ცნობილია თავისი წიგნებით და ძალიან კარგ წიგნებს წერს, ეს არის ჯონ ბევერი. ერთ-ერთ წიგნში ამბობს, რომ გადადებული სამსჯავრო არ ნიშნავს, რომ სამსჯავრო არ იქნება. გადადებული სამსჯავრო არ ნიშნავს, რომ პასუხი არ იქნება. ეკლესიასტი ამბობს, კაცი იმიტომ ბედავსო ცოდვის ჩადენას, რადგან მსწრაფლ არ ისჯება ცოდვა.
იქვე არის ჯება. ამიტომ ბედავს სოდვის ჩადენას. მალაქიას წინასწარმეტყველება ამბობს, შეხედეთო სოდვილს, თქვენ უფალი გამოსცადეს და კარგად არიან. არაფერიც არ მოსვლიათ. ესე იგი პასუხი არ იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხი არ იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ პასუხი არ იქნება. იოველი ამბობს, რომ ბოლო დღესო ერთი ნიშანი იქნება ბოლო დროის დამადასტურებელი. თესვას და მკას მივაახლოვებ ერთმანეთთანო. იცი, ბუნებაც ამბობს, რომ ჩვენ როგორ ხდება თესლი რო ჩააგდე მიწაში და ხე გაიზარდა. არ ხდება ესე. თესლს რო ჩააგდებ, გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ ის გაგვივდეს, გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ მე აღმოცენდეს, მე უნდა იზარდოს. საერთოდ არ ხდება ესე, თესლი ჩააგდე და უეცრ და სუსტად ესეა ცხოვრებაშიც. არ ხდება ისე, რაღაცა გააკეთე და იქვე იყო პასუხი. ესე არ არის. და ზოგს გონია, რაღაცა არაფერი არ მოხდა, რაღაც მეხი არ დამეცა, რაღაცა არ იყო ისეთი, რაღაცა ესე ყველაფერი კარგად არის. და მიტომ ბედავს ადამიანი. თვით სამართალს იქმნის ადამიანი, ესე იგი ყველაფერი ნორმალურად არის, ესე განა ღმერთის სინდისში არ ლაპარაკობდა იმ დროს. განა არ ვიცოდი ეს მე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩავთვალე რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ იცოდეთ, პასუხი თუ იქვე არ იყო, ეს არ ნიშნავს რომ პასუხი არ იქნება. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, მე ცოცხალი ვარ ამბობს უფალი. და ჩემი შურისგება ჩემს ხელში არისო. მე ცოცხალი ვარ ამბობს უფალი. თუ უფალი მოდის თავის ათეულობით 1000 წმინდანით, რათა ამხილოს, სასამართლო მოახდინოს ყოველი მათი საქმეო. ესე იგი მათ ყველაფერი იციან. ამენ. უპირულად რომ ამის განცდა მქონდა, ჟღრუანტელი მივლიდა. ფიქრობდი ღმერთო, ესე იგი შენ ყველაფერი იცი. შენ იცი როგორ ვიღვიძებ, შენ იცი როგორ ვიძინებ. შენ იცი რას ვფიქრობ. შენ იცი ვიზე რას ვფიქრობ. შენ იცი ვის ვასამართლებ და შენ იცი ვის ვაქებ. შენ იცი ყველაფერი. ღმერთო. შენ იცი როცა უბრაზდები. შენ იცი როცა უსამართლობად მიმაჩნია რაღაცებს, შენ იცი ყველაფერი. მან ყველაფერი იცის. იმიტომ რომ ის ცოცხალია. დიდება უფალს. ეხლა მეორე უკიდურესობა. თუ ცოცხალია, თუ ყველაფერი იცის, რატომ არ ერევა? რატომ არ ერევა? იცი ძალიან ბევრ ადამიანს უთქვას, ძალიან პრიმიტიული განცხადება არის. ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, იცოდა ღმერთმა რომ ადამის შესწოდავდა. იცოდა. ხო და რა თუნდოდა საერთოდ ის ხე? ხედავთ რა ის არის. აი რა თუნდოდა ის ხე? საერთოდ არ ყოფილიყო ედემის ბაღში კეთილისა და ბოროტების შემეცნების ხე. ხო აღარ შეცოდავდა ადამი. ხო დაცული ვიქნებ, ხო ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ. ღმერთმა ჩვენ შექმნა თავის ხატად და თავის მსგავსად. მე წინამსახურებაზე ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ მარიონეტებად არ შევქმნივართ ღმერთს. ღმერთი არ თამაშობს ჩვენით. ღმერთი არ წყვეტს ჩვენს ნაცვლად. და წინამსახურებაზე პასტორი, ჩვენი ეკლესიის უფროსი პასტორისგან იყო ერთი ძალიან კარგი განცხადება. მან თქვა, ედემის ბაღის მისია ეს იყო, რომ ხატება უნდა გამხდარიყო მსგავსება. ხატება ჩვენში, ეს არ არის ის, რომ ჩვენ ღმერთს გვგავართ სახეზე. ღმერთი ჩვენაირი არა. ხატება იცით რა არის? პიროვნება. ღმერთმა შექმნა პიროვნებად. ღმერთმა მოგცა ნება, თავისუფალი ნება და ღმერთი არ ეხება ჩვენს თავისუფალ ნებას. და მსგავსება როგორ გავხდები? იცი როგორ გავხდები მსგავსება? როცა ჩემი თავისუფალი ნებით ავირჩევ მის ნებას, აი ეს წამიყვანს მსგავსებისკენ. ეს გარდამსახავს ღვთის მსგავსებაში. გასაგებია? როცა ჩემი თავისუფალი ნებით მივხვდები, იმ შეგნებამდე მივალ, რომ მე კი არა ვარ უფალი, მე კი არა ვარ გადამწყვეტი, ის არის უფალი. იმიტომ რომ მე ყველაფერი არ ვიცი. იცი ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ მისი ხატება ვართ, პიროვნებები ვართ, ჩვენ არ ვართ ღმერთები. რა განსხვავებაა ღმერთსა და ადამიანს შორის? ნუ ახლა ძალიან მარტივია პასუხი, ღმერთია ჩვენ ადამიანები. არა, მარტო ეს არ არის. მოდი აი სკოლაში გვასწავლიდნენ ხოლმე ჩვენ დროს, ახლა ასწავლიან თუ არა არ ვიცი. რა განსხვავებაა მარადისობასა და უსასრულობას შორის?
მარადისობას აქვს ათვლის წერტილი. შეიძლება აქედან დაიწყო და გრძელდება სულ. იყო დრო, როცა არ იყო, დაიწყო და გრძელდება. ღმერთი არ არის მარადიული. იმიტომ რომ არ იყო დრო, როცა ის არ იყო. ეს ნიშნავს, რომ ესეთი ნიშანი, ამოტრიალებული რვიანი. ეს არის უსასრულობის ნიშანი. ღმერთი იყო, არის და იქნება მუდამ. გასაგებია? ჩვენ შეიძლება ვართ მარადიულები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ათვლის წერტილი, იყო დრო, როცა ჩვენ არ ვიყავით. ღმერთმა შექმნა და ვარსებობთ მასთან ერთად, დიდება უფალს. მაგრამ ღმერთი იყო, არის და იქნება, ის უსასრულოა. გასაგებია? ეს დიდი სხვაობაა. ასევე ჩვენ თუ არავინ გვასწავლა, ჩვენ არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ მე პიროვნება ვარ, მე თუ არ მასწავლა ვინმე, მე არაფერიც არ ვიცი. მე თუ არაფერი მივიღე, მე არაფერიც არ მაქვს. არც არაფერს ვფლობ, გასაგებია? მაგრამ ღმერთი, მას არ ჭირდება ვინმე მასწავლოს. ის წყაროა. მან ყველაფერი იცის და ყველაზე იცის ყველაფერი. ის ამიტომ არის ღმერთი. ამიტომ როცა ამ შეგნებამდე მივდივარ, აი რა რიცი რწმენა ზოგს გონია რწმენა რა, რწმენა არის წესებისა და ჩვეულების ერთობლიობა. ჰალელუია, დიდება ღმერთს, ნებისმიერი რაღაც რიტუალში ეს არ არის რწმენა. ეს არ არის რწმენა. რწმენა მიხვდე, გაიცნო ის, ვის ზედაც ვამბობთ, რომ ის ღმერთია. და გაიცნო და მიხვდე, როგორი არის ის. ამენ? მე თანხმები? არის ერთ პიროვნებაზე წმინდა წერილში მოთხრობილი, ეს არის აბრაამი. დაწერილია აბრაამი ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლე ჩაეთვალა. და ყველა მიცით ეს, მაგრამ ვინც არ იცით, გავიმეორო. რაში ერწმუნა აბრაამი ღმერთს? 99 წლის იყო აბრაამი პირველად რომ გამოეცხადა ღმერთი. 99 წლის, დღეს 99 წლამდე იშვიათობაა რომ ვინმე მიწოცხლოს. 99 წლის იყო აბრაამი გამოეცხადა ღმერთი. და უთხრა, გაგამრავლებო, ღმერთმა უთხრა. ზღვის ქვისასავით გაგამრავლებ. კარავში იყო აბრაამი და ღმერთმა გამოდი გარეთ, გამოვიდა აბრაამი, ახედეზეცას ახედა და ინახა ვარსკვლავები. აი ასე გაგამრავლებ, ღმერთი ეუბნება. აბრაამიანო, რას ამბობ უფალო? მე ჩემი სიტყვებით გიყვებით. სიუჟეტი მინდა გადმოგცემ. რას ამბობ უფალო? შვილი არ მყავს. სარა ახალგაზრდობიდან უნაყოფო იყო. 99 წლის ვარ. ჩემი მთელი ქონება, ჩემს სახურს უნდა დარჩე, შვილი არ მყავს. და როგორ იქნება ეს? და ღმერთი ეუბნება, განა არის ღმერთისთვის რამე შეუძლებელი. და ერწმუნა აბრაამი ღმერთს. იცი რატო ერწმუნა? იცოდა აბრაამა ვინც ელაპარაკებოდა. იცოდა რომ ის ცოცხალია. იცოდა რომ ამ ყველაფერი იცის და იცოდა რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ხშირად ვგალობთ, შენთვის შეუძლებელი ღმერთო ქვეყნად არაფერია. მაგრამ განაგვწა ამ სასე. განაგვწა ამ სასე. იცი ჩვენ ხშირად სადღაც ვართ, რაღაცაში შევდივართ და ვგონია წერტილი დამთავრდა, აქ შეუძლებელია. შეუძლებელი არ არსებობს. ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლე ჩაეთვალა. შემდეგ გადის რამდენიმე წელი, იცით, აბრაამის ცხოვრება ეს მოწმობაა ჩვენთვის. იმიტომ რომ რაც დაწერილა ჩვენ სასწავლებლად დაიწერა. შეეძინა შვილი, სასწაული, ადრე ამაზე ვხუმრობდით ხოლმე, წარმოგიდგენიათ სიუჟეტი. 100 წლის პაპას, 90 წლის ბებო მიყავს კონსულტაციაზე. წარმოგიდგენიათ ეს სასწაული. ექიმი ეუბნება, რა გინდათ აქ? გონი ჩემი ცოლი ორსულად არის. ასეთი რამე არ ხდება. ვერავინ ვერ დაიჯერებდა ამას, მაგრამ დაფეხმძიმდა სარა. იცი, რცხვენოდა მას ამასაკში, როგორ ამასაკში, ესეთი რაღაც. ხო გახსოვთ რომ ეს იყო წმინდა წერილიდან. და დაიბადა ისააკი, ღმერთის სასწაული, ისააკი. როცა სარა ახალგაზრდობაში იყო, უნაყოფო, შვილი არ უჩნდებოდა. და 90 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და შვილი შეეძინა. ანუ ღმერთმა რაც თქვა ის აღსრულდა. გადის სულ რამდენიმე წელი. და ერთ დღეს აბრაამი ლოცვის დროს ის ხო არ გონიათ რომ აბრაამი ანგელოზი იყო და ფრთები ჰქონდა. შენაირი და ჩემნაირი ადამიანი იყო. თავისი ეჭვებით იცით აბრაამა იმის გამო რომ შენაირი და ჩემნაირი ადამიანი იყო შეცდომა დაუშვა.
იმდენად წარმოუდგენელი იყო სურათი, როცა ღმერთმა უთხრა, რომ შვილი შეგეძინებაო. როცა შეხედა სარას, ოჰო. ახალგაზრდობაში არაფერი გამოსდიოდა და ეხლა რა იქნება? ამიტომ სარა ქალები ხშირად გონიერები არიან ასეთ საკითხებში. სარა მიფიქრა, მოდი დავეხმარები ა ブラ ამს, რომ ღმერთის ნება აღსრულდეს. ად გადაუთხრა, მე ხო იცი ა ブラ ამ, ისევ ჩემი სიტყვებით გადმოგცემთ სიუჟეტს. წარმოიდგინეთ სიუჟეტი. სარა ელაპარაკება ა ブラ ამ. ხო კარგად იცი რომ ბევრი ვეცადეთ, სადაღარ ვიმკურნალეთ, რომელ ექიმთან არ წავედით. ხო არსებობს ერთი პროგრამა, სუროგაციის პროგრამა. აგერ აგარი, ჩემი მხევალი, ჯამრთელი, ახალგაზრდა ქალი, გამოვიყენოთ ის სუროგატ დედად. და გაგიჩნდება მისგან შვილი და იქნება ჩვენი შვილი. ა ブラ ამსაც ჭკუაში დაუჯდა. ნახეთ, ა ブラ ამი იყო შენნაირი და ჩემნაირი ადამიანი. აქ ხო გამოსავალი არ არის. ის კი არის იფიქრა, რომ ღმერთისთვის არ არის გამოუვალი მდგომარეობა. ჩვენსავით ფიქრობდა, ჩვენს ხშირად ასე ვიქცევით. აქ ხო გამოსავალი არ არის. მოდი ეხლა მაშინ და მივმართავ სუროგაციის პროგრამას. დაუძახეს აგარსაც რა ენაღლებოდა. ეს იყო შანსი, რომ დედოფალივით ეცხოვრა. არა და მხევალი იყო ის, მსახური იყო. მაგრამ თუ ამას გააკეთებდა, ის გახდებოდა ა ブラ ამის შვილის დედა და ამით უკვე დედოფალივით აიწყებდა ცხოვრებას. აგარიც დათანხმდა, კი ბატონო. დაწვა ა ブラ ამი აგართან და ჩაისახა ისმაილი. და იმის გამო რომ ის აგარი გახდა დედა, სარას დამცირება დაიწყო, გახსოვთ ალბათ. იმიტომ რომ სარა უშვილო იყო. იცი, ხშირად არის ეს და ბევრი წამეკითხავს ამის შემდეგ, როცა სუროგატი დედებს უყვარდება თავისი შვილი, ვინც გააჩინეს და უარს ვეღარ ამბობენ მასზე. არა და წესი და რიგით ეს მათი არ არის. მოლაპარაკება ასეთი იყო, ის უბრალოდ ჭურჭელი გახდა, რომ შვილი გაეჩინა, მეტი არაფერი. სხვა არაფერი, ამაში უზარმაზარ ფულებს უხდიან დღეს. იცი? და აგარმა დაიწყო სარას დამცირება. ფილმში ჩანს კარგად. უკვე ისმაილი დიდი ბიჭია, იქ დარბის რაღაცა, ა ブラ ამი დგას ესე, კვერთხზე, დაყრდნობილი. და აგარი ეუნება. აკურთხეო ჩემი შვილი, სანამ ცოცხალი, შენი შვილიო. ისმაილზე ეუნება. აკურთხე შენი შვილი, სანამ ცოცხალი ხარო. ა ブラ ამი ეუნება, ღმერთმა მითხრაო, სარასგან რო დაიბადება, ის უნდა ვაკურთხო. და აგარი იცინის, გადავარდება კვდებასე, სარასგან ვინ დაიბადება? სარასგან რა უნდა დაიბადოს? 90 წლის არის და რა უნდა დაიბადოს სარასგან? და ა ブラ ამი ესე გაბრაზდება, ესე კვერთხს დაარტყავს. ღმერთმა თქვა და ა ブラ ამ არ დაიჯერა? ეს გამორიცხული არისო და წავიდა. იცით? დაიბადა ისაკი. მაგრამ თუ იცით, ისმაილი ეს დღემდე უდიდეს პრობლემად არის მთელი სამყაროსთვის. ისმაილი ეს არის არაბი ერის მამამთავარი. ისმაილი ეს არის ისლამის სულის სათავე. იცით რომ მუსლიმებს დღეს მუსლიმები შეცვლილად სწამთ, მას ჯერათ რომ აღთქმის ძე ა ブラ ამისა ისაკი კი არ იყო, ისმაილი იყო, ისინი ამბობენ. და მთაზე ა ブラ ამ ღმერთს ისაკი კი არ შესწირა, ისმაილი შესწირა. ეს დამახინჯება არის, რა თქმა უნდა. მაგრამ იმის გამო რომ ა ブラ ამი შენნაირი და ჩემნაირი ადამიანი იყო თავისი ეჭვებით და ფიქრებით, მე უბრალოდ დაგიმოწმეთ, რომ ა ブラ ამის ცხოვრებაშიც იყო ეჭვები. ესხმოდა ეშმაკი თავს, იყო ფიქრები. მაგრამ არ ვიცი როგორ იყო ა ブラ ამს რწმენა, როცა ისაკი წამოიზარდა, ღმერთმა უთხრა, აიყვანე შენი ძე, მხოლოდ შობილი, წაიყვანე ადგილზე, რომელსაც მე გეტყვი და მსხვერპლად შემომწირეო. ღმერთო, შვილი, რომელსაც ელოდა 25 წელი. ჯერ იმედი არ ქონდა, გაჩნდა იმედი. იქიდან 25 წელი ელოდა. და მიიღო შვილი. მოიზარდა ის, ეს არის იმედი, იქიდან უნდა გაგრძელდეს მისი, ეს არის აღთქმა ღმერთის, ეს არის ის, სადაც რომლისგანაც უნდა მოხდეს გამრავლება, იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა, ღმერთი ეუნება. წაიყვანე ადგილზე და სხვარივით შემომწირე, ან დაკალიო. დაკალი ის ჩემს წინაშე. როგორ იყო ა ブラ ამს ამის რწმენა და ამის გაბედულება, როგორ გადაწყვიტა ეს? ერთ-ერთი წიგნის ავტორი ამბობს, რომ ალბათ ბიბლია ვინც დაწერაო,
ამ წიგნის ავტორმა შეგვიბრალა ჩვენ რომ აბრაამის განცდები არ გადმოგცაო იმ ღამეს რასაც განიცდიდა. მე არ ვიცი როგორ ტიროდა, როგორ ბღაოდა, ისე უნეოდა ღმერთო მთელ სამყარო შემოგწირა, ოღონდ ამას არა. იმიტომ რომ ეს ის არის, ეს ჩემი იმედია, ეს ის არის ვიზედაც ჩემი ყველაფერია დაყრდნობილი. მაგრამ დილას ადგა აბრაამი, სარას უთხრა, სარასაც კი არ გაუმხილა. სარას უთხრა, მე და ჩვენი ძე წავალთ უფარს მსხვერპლს შევწირავ და დავბრუნდებითო. წაიყვანეს სახედარი შეშა და ორი მსახური. მიდიან ადგილამდე, ეს იყო მორიას მთა, სადაც მერე ტაძარი აშენდა ისრაელში. მიდიან მორიას ადგილამდე და ღმერთმა უთხრა, ეს არის ადგილი, სადაც შენი ძე უნდა შემომწირო. აბრაამი ტოვებს ორ მსახურს დაბლა და ეუნება, იქ თქვენ ვერ წამოხვალთ, იქ მე და ჩემი ძე წავალთ მარტო. და მიყავს სახედარი, შეშა, თავის შვილი და ორი მსახური დატოვა დაბლა. იცით ეს ორი მსახური რა არის და რა სიმბოლირებს დღეს? ჩვენი გონება და ჩვენი ემოციები. ორი მსახური, რომლებიც თუ გაგიბატონდებიან, დიდ პრობლემას შექმნიან. ისინი თუ მსახურებად გამოიყენებ მას, ძალიან წაგადგებიან. ისინი მსახურები იყვნენ და ეხმარებოდნენ და რატო არ წაიყვანა აბრაამმა ისინი მორიას მთაზე? რატომ? იმიტომ რომ აბრაამს რო სამსხვერპლო აეგო, ისაკი დაეწვინა ზე და დანააღემართა მასზე, მსახურები ჩათვლიდნენ, გაგიჟდაო და ხელს შეუშლიდნენ. იცი რამდენჯერ გვიშლის გონება ხელს? რამდენჯერ გვიშლის ჩვენი ემოციები ხელს? კი ირწმუნე, ღმერთმა გითხრა რაღაცა, ერწმუნე და გონებაში იწყება რაციონალური აზროვნება. ოჰო, შეწირავ და მერე კარგად იყავი. მერე რო იქ დაგჭირდება, მერე რო ეს არის და კი გადაწყვეტილი ქონდა, კი იცოდი, კი განიცადე, რასაც ეხან მზია ამბობ და კი შეგეხო ღმერთი. მაგრამ გონებამ, რაციონალურმა აზროვნებამ და ემოციებმა გითხრეს, რომ მომისმინე ჩემო კარგო. ეხლა ფრთხილად იყავი ცოტა. რწმენა რაღაცა ფანტაზიები კი არ არის. ხანდახან უნდა იფიქრო, კარგად დაფიქრდი. აბა ერთი დათვალე. ხშირად ჩვენ წმინდა წერილს ვიყენებთ, ეშმაკმაც გამოიყენა წმინდა წერილი, როცა ქრისტეს ელაპარაკებოდა, გახსოვთ. ხო დაწერილია, გადახდი აქედან და ხო დაწერილია ის ხელში აყვანილს გატარებსო. ხო დაწერილია, რომელი მეფე არის ისეთი, რომელიც არ დათვლის, მე დავთვალე და არ მყოფნის. ესე იგი თურმე ის რაც ვირწმუნე, ფანტაზია ყოფილა. აბრაამსაც ხო შეეძლო ეფიქრა, ის რაც ვირწმუნე, ფანტაზია ყოფილა. რა ძე, რის ძე, ძლივშვილი შემეძინა, ახლა ამას შევეხები? ამას როგორ შევეხები? ამიტომ რწმენა მეგობრებო, მე ადრეც ვთქვი, აი ორი ჭიქა არის აქ. ორი ჭიქა. ხშირად ჩვენი ცხოვრება ესე, აქ არის ჩვენი რწმენა, აქ არის ჩვენი გრძნობები. და ხშირად ჩვენ ვჩერდებით, რაციონალურად ვფიქრობთ და ვცდილობთ რწმენა მოვიყვანოთ, სადაც ჩვენი გრძნობებია და დავაყენოთ ჩვენ გრძნობებთან ერთად. და ამ შემთხვევაში რწმენას ვკარგავთ. ამ შემთხვევაში რწმენას ვკარგავთ და თუ რწმენას ვკარგავთ, ყველაფერს ვკარგავთ. გასაგებია? მაგრამ თუ დადგები იქ, სადაც არის რწმენა, თუ არ მოусმენ ამ ორ მსახურს, შენს გონებას და შენს ემოციებს, იტყვი მე მწამს. ქვეყნიერებამ თქვა, თუ დავინახავ ვირწმუნებო. ეს რწმენა არ არის. რასაც ხედავ, იმას რწმენა არ ჭირდება. მაგრამ ღმერთმა თქვა, თუ ირწმუნებ დაინახავ. რწმენა ის არის, რაც ჯერ არ არის, განა არ არის, უბრალოდ ჯერ არ არის. რწმენა არის მომავალში რეალობის დანახვა და იმით აქ მოქმედება. ეს არის რწმენა. ამენ? მეთანხმები? ერწმუნა აბრაამი ღმერთს რა, ჯერ არაფერიც არ იყო, მაგრამ აბრაამმა დაინახა, რომ ეს დროის პრობლემა, ის კი არ იქნება, ის არის უკვე. უბრალოდ მე უნდა მივიდე იქ. გასაგებია? და ზუსტად ეს ჩაეთვალა სიმართლედ. ეს არის რწმენა სინამდვილეში ღმერთის ცნობა არის. რომ მე ვიცი, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, მე ვიცი, რომ ის ყველაფერს ხედავს. და თუ იცი, ჩემთვის რო არის აწმყო და ის ჩემთვის არის მომავალი, ღმერთისთვის ის აწმყო და მომავალი არ არსებობს, იმიტომ რომ იქ დრო სხვანაირად მოქმედებს. მეთანხმებით? და როცა აბრაამს მიყავდა ისააკი მორიას მთაზე, შვილი ეკითხება, მამა, სახედარი გვყავს, შეშა გვაქვს, ჩვენ ვართ, დანა გვაქვს, მსხვერპლე სადღა არის. მაშინ უთხრა აბრაამმა ცნობილი სიტყვა ბიბლიაში, იახვე ირე. ანუ ღმერთი გამოაჩენს. ხო არ ეთყო და შენ უნდა მოკლაო. უთხრა ღმერთი გამოაჩენს.
და როცა ავიდნენ მორიას მთაზე, ფილმში დაჩანს ეს ისააკი არც ისე პატარა იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო. მიხვდა ისააკი რაშიდაც იყო საქმე. და ისააკი ეუბნება, ხელები კარგად შემიკარიო, რომ უნებლიეთ არ შეგეწინააღმდეგო მსხვერპლშეწირვის დროს. აბრაამა ისე კი არა, აბრაამა დანააღმართა, მან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ის კლავდა თავის შვილს და მაშინ გააჩერა ანგელოზმა და უთხრა, აბრაამ, შენ ჩვენ ვიცით რაც გადაწყვიტე შენ. და რაღაცეს გააკეთე, ღმერთი ეუბნება. და რაღაცეს გააკეთე. რაღაც გაიმარჯვე გონებაზე, ფიქრებზე, ემოციებზე, ყველაფერზე და რწმენით ირწმუნე, მიენდე ღმერთს, რაც მან თქვა, იმ მიმართულებით წახვედი. ეხლა ნახე რაც იქნება და ეუბნება, შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველაერი. ეს იცით რას ნიშნავს? ღმერთმა უთხრა, რაღაც შენი შვილი მომეცი, მე ჩემსაც მოგცემ. აბრაამის თესლიდან მოვიდა იესო ქრისტე. და მასში იკურთხა დედამიწის ყველაერი, ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს, მისცა ძალაუფლება. გამხდარიყვენ ღმერთის შვილები. დიდება უფალს, დიდება ჩვენს ღმერთს. მე არ მქონდა გადაწყვეტილი ასე გამეშალა ეს, მაგრამ ერთი რამე გაიგეთ. წმინდა წერილი ამბობს. თუ წმინდა წერილი ამბობს, ის ცოცხალია. თუ საგალობელში ვგალობთ ის ცოცხალია, მაშინ ირწმუნე რომ ის მარტო ცოცხალი კი არ არის. დღეს ძალიან ბევრი ადამიანია ცოცხალი, მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ის მარტო ცოცხალი არ არის, მან ყველაფერი იცის. მოციქულთა საქმე მე-17 თავი ამბობს. ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და სამყარო და მან მარტო კი არ შექმნა ცა და სამყარო. ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. ღმერთი ვიღაც წვერებიანი მოხუცი არ არის, ღრუბელზე მჯდომი. მან შექმნა სამყარო. იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი. მან მარტო კი არ შექმნა. ყველაფერი სამყაროში საათის მექანიზმივით რო არის აწყობილი, მისი ნებითა და მისი სიტყვით დგას და მოქმედებს. და რა დიდებულია ღმერთი, რომ ჩემ დონემდე ჩამოვიდა. ამ ხელა სამყაროს შემქმნელი ჩემთან იწყებს ლაპარაკს. და მე მელაპარაკება. ჩემი ბედი აინტერესებს. ჩემი მომავალი იცის. და ცდილობს შეეხოს ჩემ ცხოვრებას და მელაპარაკოს და მითხრას, რომ ასე არ წახვიდე, ამ გზით არ წახვიდე, აქეთ წადი. როგორც მოსეს ეუბნება, მოსე, სიკვდილი და სიცოცხლე დაგიდევიცი. აირჩიე სიცოცხლე, მაგრამ არჩევანი შენზეა. მე არ ავირჩევ შენს მაგივრად. რატო არ ერევა ხშირად ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში, იცით? განა არ ერევა, ის გვაფრთხილებს, ის გვეუბნება და ამბობს, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, იმიტომ რომ მე რო პიროვნებად შექმენი, გვირგვინი, მე რო შექმენი პიროვნებად, მე არ ჩავერევი შენს პიროვნებაში. მომეცი უფლება ვიყო დავალაგო შენ ცხოვრებაში რაღაცეები, მაგრამ თუ არ მომცემ უფლებას, ყველაფერი დარჩება ისე როგორც არის. სანამდე შენ წვიტავ, ის არის უფალი, ოღონდ არა შენი. სანამდე შენ წვიტავ, კიდე ერთხელ ვამბობ, სანამდე შენ იღებ გადაწყვეტილებებს. ის არის უფალი ეკლესიაში. ის არის უფალი რელიგია და მეტი არაფერი. უფალია, თუმცა არ უფლობს. უფალია, რომელიც არ უფლობს. არაფრის უფლება არ აქვს. არსებობენ ისეთი უფლები, რომელსაც არავის უფლება არ აქვს, კი, და ერთ-ერთი მათ შორის არის ქრისტე ჩვენ ცხოვრებაში. ის უფალია, რომელსაც არაფრის უფლება არ აქვს. ამიტომ ამბობს ლუკას ახარების 6:46-ში, რატომ მეძახით უფალო და არაკეთებთ იმას, რასაც მე გეუბნებით. ჩვენ იცით, ადრე ახალი მოსული ვიყავი ეკლესიაში, 90-იანი წლებია და ერთხელ ესეთი მოწმობა გავიგონე. მოვისმინე. ერთი კაციო მოდიოდა ცხენით. მიადგა მდინარეს და წყალი იყო ადიდებული ძალიან. და მდინარეა ადიდებული და ეს კაცი თურმე გადმოხტა ცხენიდან, დაემხო მუხლებზე, ამოიღო ხატები, დაანთო სანთლები, თაყვანისცა ღმერთს, ღმერთო გევედრები, აუცილებლად მჭირდება მეორე ნაპირზე გადასვლა, ილოცა მამაო ჩვენო ყველაფერი, გევედრები ეხლა დამეხმარე, შენ ყოვლის შემძლე ღმერთი ხარ, მინდა რომ მეორე ნაპირზე გადავიდე. შევიდა წყალში, წაიღო წყალმა ცხენიანადო. მეორე ეს ცოტა სხვა ამხსარებლობის, უფრო მოპროტესტანტო იყო ალბათ.
მოვიდა ცხენით, დაინახა მდინარე ადიდებული, გადმოხდა ცხენიდან, დადგა მუხლებზე, აღაპყრო ხელები, ენებზე ილოცა. რა ვიცი, თაყვანისა დაემხო, ღმერთო, პირობები დადო, შენ გემსახურები, მისიაზე წავალ, ყველგან შესაწირავებს დავდებ, ყველაფერს გავაკეთებ. შევიდა წყალში, წაიღო წყალმა ცხენიანად. ერთი კაცი მოვიდა მდინარესთან, თუ ზევითაც კი არა უხედია. არაფერ შეაგდო წყალი, ისა ცხენი წყალში გავიდა მეორე ნაპირზე. უფლის წინაშე წარდგენ ანგელოზები და უთხრეს, უფალო, რა სამართალია? ამან თელი თაყვანისცემის რიტუალი მოაწყო, ხატები, სანთლები, რა ვიცი რა არ გააკეთა, წყალმა წაიღო. ამან ენებზე ილოცა, ბიბლიის სიტყვები მოიყვანა, ყველაფერი გააკეთა, წყალმა წაიღო. ამას არც უხსენები ხარ. და მეორე ნაპირზე გავიდა, რატო? არიან ადამიანები, რომლებსაც როცა დასჭირდებათ, მაშინ იწყებენ ღმერთის ნების ძებნას. მაშინ იწყებენ გამოსავლის ძებნას, ისინი ეძებენ არა ღმერთს, ისინი ეძებენ ღმერთისას. გასაგებია? მე როცა მიჭირს მას, უფალო. მაგრამ როცა კარგად ვარ, კარგად მიტოვა, რომ ეს ჩემი დამსახურებაა. მაგრამ იმ კაცს, ვინც მეორე ნაპირზე გავიდა ღმერთი ამბობს, მის ცხოვრებაში მე ყოველთვის ვიყავი. მის სინდისში ვიყავი. ის როცა გადაწყვეტილებას იღებდა, ფიქრობდა, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება ჩემს წინაშე. ის როცა სასტუმალზე თავს დებდა, ფიქრობდა, ღმერთო, ხო არაფერი გამომრჩა დღეს ისეთი, რაც შენთვის უნდა გამეკეთებია. და ღმერთო, რა გინდა დილა თუ გათენდება ჩემს ცხოვრებაში და დილა რო გათენდა იწყებს ღმერთო, რა შემიძლია გავაკეთო, რას მიბრძანებ რო გავაკეთო. ღმერთო, მოიცადე შენთვის არ ამცალია, ჩემი საქმეები მაქვს მე და მე ხვალ. და ეს ხვალ არ დგება არასდროს. ეს ხვალ სულ ხვალ არის. დღეს ხო ხვალ არ არის. დღეს არის ხვალ. გათენდება ხვალ, მე დღეს იქნება ისევ. მე ხო ვთქვი ხვალ, თქო, დღეს ხო არ მithქვია. და სულ ყოველთვის ხვალ არის. უფალე ამბობს, ამ ადამიანის სინდისში მე სულ ყოველთვის ვიყავი. ყველაზე ღრმაში და დაფარულში, რაც არავის არ იცოდა. როცა გადაწყვეტილებას იღებ, ხო არავინ არ იცის, მარტო მან იცის. რაღაცა მიმართულებით წავედით. კიდე ერთხელ დაგიმოწმებთ იმ კალათბურთელზე, ხშირად გვითქვამს ეს ეკლესიაში. ამერიკაში ძალიან პოპულარული სპორტია კალათბურთი, არის რამდენიმე სისტემა, რამდენიმე ლიგა, არის NBA-ის ლიგა, სადაც უკვე ცნობილი პროფესიონალები თამაშობენ და არის საუნივერსიტეტო ლიგას ეძახიან. ყველა უნივერსიტეტს თავის გუნდი ყავს, ოღონდ ეს უკვე პროფესიონალური გუნდებია. და ერთი ახალგაზრდა ბიჭი, პროფესიონალი კალათბურთელი, მეტი რო არა მთელი ცხოვრება რო კალათბურთს თამაშობს და ერთ-ერთ საუნივერსიტეტო ლიგაში თამაშობდა. ეს იყო მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო, ამით ცხოვრობდა. აი აქედან ჭამდა მომავალი მისი კალათბურთზე იყო აწყობილი. იმიტომ რომ ამას აკეთებდა, ამის კეთება იცოდა. და ეს ბიჭი იყო მორწმუნე. ეს ბიჭი უბრალოდ ღმერთის სწამდა. დადიოდა ეკლესიაში, ღმერთს ემსახურებოდა როგორც მთელი თავისი გულით და თავისი არსებით იყო მორწმუნე. და ეს არის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნე, ჯერ როცა არ არის ეს ვიდეო რეფერი და ესეთი რაღაცეები არ არსებობს ჯერ კიდევ, რომ ყველაფერს მსაჯები წყვეტენ. და ერთ-ერთ თამაშზე კალათბურთში არის ესეთი წესი, რომ თუ კალათბურთელი ბურთს ისვრის და სანამდე ბურთი ჰაერშია დრო თუ დამთავრდა, სანამდე ბურთი არ ჩავარდება, მანამდე ესე იგი ბურთი თუ ჩავარდა, ესე იგი ბურთი ითვლება. და ფრე იყო ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ამ კალათბურთელმა ისროლა ბურთი და სანამდე ბურთი იყო ჰაერში, დრო დამთავრდა, ბურთი ჩავარდა. და ატყდა კამათი მსაჯებს შორის. ერთ-ერთი მსაჯი ამბობს, რომ ბურთის სროლის დროსო ამას ხაზზე, მოედნის ხაზზე ედო ფეხიო. და კალათბურთის თანახმად, თუ ხაზზე ფეხი დიდგას, როცა ბურთს სვრი, მაშინ ის გადასულად ითვლება, უკვე ის აუტად ითვლება. გასაგებია? და ატყდა მსაჯებში კამათი და ვერაფრით ვერ ამტკიცებენ. და რაღაც ნაწილი ამბობს, რომ ედგა, მეორე ნაწილი ამბობს, არ ედგა, მთელი კამათი. მოდიო კალათბურთელს ისა ვკითხოთ თვითონო. და კითხეს, შენ რა სიტყვიო, გედგა ფეხი ხაზზე თუ არაო? და ამ კალათბურთელმა თქვა, მედგა ფეხი ხაზზეო. და არ ჩაითვალა ბურთი. თამაში წააგეს. ატყდა ერთი ამბავი. იმ წამსვე გარიცხეს გუნდიდან. იმ წამსვე გაუქმა გუნდმა კონტრაქტი და თქვა, ჩვენ ესეთი ადამიანი, რომელმაც დაგვაზარალა, წაგვაგებინა, არ გვჭირდება. და ამ კაცზე წამოვიდა მთელი სიბინძურე თურმე. ყველა ამბობს, რომ მოღალატე, გუნდი გაყიდა, ალბათ დიდი ფული აიღო, ალბათ დიდი რაღაც გააკეთა. და
ეს ბიჭი დარჩა გუნდის გარეშე, არც ერთ გუნდს არ აყავს, ამბობს, რომ ასეთი მოთამაშე ჩვენ არ გვჭირდება, ადამიანი ვინც მოღალატეა და ვინც თავის გუნდს უღალატა, ასეთი ჩვენ არ გვჭირდება, სხვა არაფრის კეთება არ იცის. დადგა კრიზისი მის ცხოვრებაში. გადასახადებია, გადასახდელი ფული აღარ აქვს, საფრთხე ემუქრებათ, რომ ქუჩაში დარჩნენ, პატარა შვილი ყავს, მეუღლე, ვერაფერს ვეღარ აქვს, დაიწყო სამსახურის ძებნა და ვერ პოულობს სამსახურს. უკვე დგება ძალიან დიდი კრიზისი, არის სრული იმედგაცრუება. უკვე ფიქრობს, რა გავაკეთოთ. ერთხელ მივდივარ, სადაც არ მივედიო სამსახურის საძებნად, ყველა მეუნეო, რისი კეთება შეგიძლია, კალათბურთის თამაში ვიცი, არ გვჭირდება. და უშვებენ უკან. და ერთხელ ერთ დღეს დილას ავდექი, უკვე ცრემლებით, უკვე დიდი კრიზისი, უკვე ძალიან დიდი საფრთხე დგას ჩვენ წინაშე, რომ ქუჩაში დავრჩებით, დავიწყე ლოცვა, ღმერთს უთხარი, ღმერთო, დღეს მივდივარ. მე არ ვიცი, არაფრის იმედი აღარ მაქვს, ყველა იმედი გადაწურულია უკვე. არ ვიცი რა იქნება, არ ვიცი როგორ იქნება. და უბრალოდ მინდაო, შენ დამეხმარე. გაზეთში ვნახე ერთი განცხადება და ვფიქრობ, რა აზრი აქვს აქ წასვლას. გონებით, რა აზრი აქვს რომ აქ წავიდე. მაგრამ მე გადავწყვიტე, ღმერთო, რაღაცს ვნახე, მაინც წავალ. აი მოვდივარ შენინების შესრულებლად ღმერთო. და წავიდა. როცა მივიდა გოგოზის თურმე და აი მოვედიო განცხადების თამ. რისი კეთება შეგიძლიათ? ამონხრა კალათბურთის თამაში. ოი არა, კალათბურთელები არ გვინდა და ეს ბიჭი უკვე ფიქრობდა, რაზე მოვდიოდ, რომ გამობრუნდა, ამ დროს შემოვიდა ვიღაც კარებში. ამას შეხედა და თქვენ სამსახურისთვის მოხვედითო? კიო და რისი კეთება ეციო? კალათბურთის თამაში ვიციო. გაეცინა მას. მოიცაო, გიცანიო. შენის არა ხარო? და ამ ბიჭმა იფიქრა, ეხლა დაიწყებს, რომ რა ასეთი ნაძირლობა, როგორ გააკეთე, როგორ უღალატე გუნდს. რა თქვი ეს? და ამ კაცმა უთხრა, კი ეს ვარო, წამომყევი ერთ წუთიო. შევიდნენ თურმე დასხდნენ კაბინეტში, დაეუნევა. კი მაგრამო. ესეთი სისულელე რატო გააკეთეო? ხო შეგეძლო გეთქვა, რომ არ დამიდგია ფეხი ხაზზე. ხო შეგეძლო გეთქვა. შენ გახდებოდი უპოპულარესი კალათბურთელი, შეიძლება NBA-ში გადასულიყავი. და შეიძლება ისეთ გუნდში მოხვედრილიყავი, შეიძლება მილიონერი გამختارიყავი, შეიძლება ისეთი კარიერა აგეწყო. რამ გაიძულა, რატო თქვი, რომ ხაზ დავადგი ფეხი? რამ გაიძულა? და ამ ბიჭმა თქვა, უთხრა, მე არ დაგიმალო, მე ქრისტიანი ვარო, უთხრა. მე ეკლესიაში, ეს კაცი მეც ქრისტიანი ვარ, მაგრამ ეს რასობაში არა, უთხრა, მე უბრალოდ კი არ დავდივარ ეკლესიაში, მე წამს, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. მან ყველაფერი იცის. მე კიდეც რომ მეთქვა, რომ ფეხი არ დამიდგავს ხაზზე, ამით მოვიპოვებდი ფულს, სიმდიდრეს, სიკეთეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო მოვიტყუებოდი, იმიტომ რომ ხო მაინც ხადი გახდებოდა, რომ მე სინამდვილეში დავადგი ფეხი ხაზზე. ამიტომ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი ერთგული ღმერთის და უარი მეთქვას ყველა ამ სხვა რაღაცაზე. ეს კაცი ეუბნება, ხვალიდან შეგიძლია გამოხვიდე სამსახურში. ეს ეუბნება, ბოდიში ერთი წუთი. მე არაფრის კეთება არ ვიცი. კალათბურთის მეტი არაფერი არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ეს კაცი ეუბნება, არაფრის კეთება შენგან არ მჭირდება, მე მხოლოდ შენი რწმენა მჭირდება. რომ შენ რაღაც წესად გეხარ, რომ შენ არავითარ შემთხვევაში არ იტყვი ტყუილს, მე ზუსტად შენაირი ადამიანი მჭირდება ჩემ გვერდით, მე შენ იქნები ერთ-ერთი ჩემი დამხმარე. ამ უზარმაზარ საწარმოში. დიდება უფალს, გეუბნებით მეგობრებო, რწმენა, ეს არ არის, რომ იცი რა, ვირს რო პიჯაკი ჩააცვა, ჯელტმენი ვერ გახდება. თუ შინაგანში არ ხარ ის, ვინც უნდა იყო, ამას აზრი არ აქვს. ხოლო თუ ღმერთის აქ წამს, სულ არ გჭირდებათ შესამოსელი და სხვა რაღაცეები. თუ ღმერთის აქ წამს, უბრალოდ შენ სინდისში თუ არის ღმერთი, შეუძლებელია. შეუძლებელი იქნება ყოველთვის. მან არ დაამოწმოს თავისი დიდებულებით შენ ცხოვრებაში. თუ გწამს და მასთან ერთად გადადგავ ნაბიჯებს და ყველაზე ღრმაში და დაფარულში, როცა არავინ არ გიყურებს, უბრალოდ ღმერთო, მე შენი მჯერა, როგორც შენ ამბობ და გასაღები ამ შემთხვევაში არის ღმერთის სიტყვა. გასაღები ამ შემთხვევაში არის, როგორც შენი სიტყვა ამბობს, მე ასე მოვიქცევი ღმერთო. თუ დაწერილია, რომ უნდა ვაპატიო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, მე ვაპატიებ. თუ დაწერილია, რომ უნდა დავლოცო, მიუხედავად იმისა, რომ გული მე დავლოცავ. მე დაგემორჩილებ, იმიტომ რომ შენ იცი ყველაფერი. მე ჩემი ნებით, ჩემი თავისუფალი ნებით ავირჩევ შენს ნებას. და წავალ ამ მიმართულებით. წავალ ამ მიმართულებით. და ერთი რაღაცა ვიცი.
ერთხელ წმინდა მოციქული პავლე ამბობს ამ სიტყვებს და ჩემი ღმერთი ზუსტად ეს სიტყვებია და ჩემი ღმერთი პავლე ამბობს ამას აღავსებს ყველა თქვენ საჭიროებას ანუ ამით რას ამბობს იცი ჩემი ღმერთი არასდროს ვალში არავის არ დარჩენია მე სრული გაბედულებით გეტყვით მეგობრებო ჩემი ღმერთი არასდროს არავის ვალში არ დარჩენია არც ერთ მხარეს არც კარგის მხრივ და არც ცუდის მხრივ ღმერთს ვერავინ გაუკეთებს იმიტომ რომ რასაც დათესავს ზუსტად იმას მოიმკის და ღმერთს თუ ვინმე კარგს აკეთებს ღმერთისთვის ჩემი ღმერთი არასდროს არავის ვალში არ დარჩება ის ყველა საჭიროებას აღავსებს დიდება უფალს იმიტომ რომ ის უფალია ის მეფეა შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში დიდი პრობლემები მოვიდეს შეიძლება დიდი გასაჭირი იყოს შეიძლება რთული დღეები დადგეს შეიძლება გამოუვალ მდგომარეობამდე მიხვიდე მაგრამ ცოცხალია ღმერთი ცოცხალია ღმერთი და გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ერთი საგალობელი მქონდა ერთ-ერთ ბანაკში მქონდა ხიმნა თუნდაც ჯარმა დაიბანაკოს ჩემს წინაშე თუნდაც ომი ატყდეს ჩემს წინააღმდეგ არ შეშინდება ჩემი რადგან შენ ახარ ჩემთან არ შეშინდება ჩემი დიდება უფალს 22 ფსალმური ყველა უფალი ჩემი მწყემსი არაფერი არ მომაკლდება ხალხს ხასამოლზე განმასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე სულს დამიწყნარებს თავისი სახელი გულისათვის დიდება უფალს მოაწყეტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ ზეთის ცხე ჩემს თავს ასე სიკეთე და წყალობა დამდებს მუდამ ჩემი სიცოცხლის მანძილზე და დამკვიდრდები უფლის სახში დღენი მრავალმე დიდება უფალს იცი ხშირად უნდა თქვა ხშირად უნდა გაიმეორო ეს სიტყვები და იმიტომ კი არ უნდა გაიმეორო თუთიყუშივით არა იმიტომ უნდა გავიმეორო ღმერთი ასეთია ის არავის რჩება ვალში არასდროს იცით ჩვენ ედემის ბაღიდან ერთი რაღაც გამოყვა ვაჭრობა ეს ჯობია თუ ეს ვიყიდო თუ ეს და ცუდი და კარგი კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხის ნაყოფი ეს ავირჩიო თუ ეს ავირჩიო ეს მანქანაჯობია თუ ეს მანქანაჯობია და ასე შემდეგ ეს არის ვაჭრობა როცა ბაზარში მიდიხარ დადიხარ და არჩევთ ხოლმე რაღაცებს ეს პომიდორი ჯობია თუ ეს უფრო იაფია თუ ის ასე თქვენ ხო არ მიდიხართ ეს და რაც ხელში მოყვება ყიდულობთ ეს ადამიანის ბუნება ჩვენ ვარჩევთ უკეთეს და ხშირად იცი ამ ქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილებები და ცხოვრებაში სამწუხაროდ ხშირად გადაწყვეტილებებს ვიღებთ გადავწყვიტავთ ავირჩევთ და მე ცხოვრება თავში ვირტყავთ ხელებს ეს რა გავაკეთე სინამდვილეში პირიქით უნდა ყოფილიყო უნდა გეფიქრა ღმერთს დაკითხოდი თუ ღმერთისგან მიიღებ და გეცოდინება ეს მე კი არ გადავწყვიტე ასე ჩემმა ღმერთმა გადაწყვიტა ასე ჩემმა უფალმა თქვა და თუ ჩემმა უფალმა თქვა არასოდეს ღმერთის ნათქვამი არავისთვის არასდროს არ ყოფილა საზიანო ეს შემიძლია სრული გაბედულებით თქვა და ამაზე შემიძლია თავი დავდო და ვთქვა რომ არასოდეს ის რაც ღმერთმა თქვა არავისთვის არასდროს საზიანო არ ყოფილა მაგრამ ჩვენ ხშირად ღმერთო არის ერთი ლოცვა ღმერთო შენ ხო გინდა ასე და პასუხი არ არის და რაღაც ღმერთი დუმდა და ჩავთვალე რომ ღმერთს ასე ჩვენ იცი როგორ ლოცულობთ ხშირად კაენისა და აბელის მსხვერპლი კაენმა განამსხვერპლი არ მეიტანა განა არ შეწირა განა რაღაცა მე ერთხელ მოვისმინე კაენმა მოიტანა რაღაც ისეთი რაღაც დამპა არა მე მჯერა რომ ეს საუკეთესო იყო და მე მჯერა რომ ეს ძალიან ძვირფასი იყო მე მჯერა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგრამ კაენის არჩევანი იყო კაენმა თვითონ გადაწყვიტა ეს კარგია და მივიტან ღმერთთან კარგი რო არის ღმერთო ეს კარგია და შენთვისაც კარგი მინდა რომ იყოს ღმერთს კი არ დაეკითხა მას რა ჭირდებოდა არა თვითონ გადაწყვიტა რომ ეს კარგი იყო ღმერთისთვის უფალი ვინ იყო ღმერთი თუ ეს ხედავთ რაში იყო პრობლემა ღმერთს მიუტანა მაგრამ ღმერთი თვითონ იყო იმიტომ რომ თვითონ გადაწყვიტა რომ ეს არის კარგი და ღმერთს აიძულებდა ჩემთვის რო არის კარგი შენთვისაც კარგი იყოსო აბელის მსხვერპლი სხვანაირი იყო ნოეზე არის დაწერილი წმინდა წერილში ალალი წრფელი კაცი იყო ღმერთის გზებით დადიოდაო რას ნიშნავს ღმერთის გზებით დადიოდა ღმერთს ეკითხებოდა ღმერთისგან იღებდა ღმერთო ეს თუ ეს ეს გასაგებია
მაშინ მე ამას გავაკეთებ. ღმერთო, ამ ხრივ თუ აქეთ. ღმერთო, თბილისში თუ გორში, ხაშუმში თუ ბორჯომში. და როცა ღმერთი ამბობს ბორჯომში, რაზე ელაპარაკე? მე მზად ვარ ღმერთო, აი მოვდივარ შენი ნების შესასრულებლად, იმიტომ რომ შენ ხარ უფალი, მე შენი მსახური ვარ. მაგრამ ჩვენ ხშირად როგორ ვაკეთებ? მე ყველაფერი ღმერთისთვის მინდა, ღმერთო, მე ეს მანქანაც შენთვის მინდა, მე სახლიც შენთვის მინდა, ესეც შენთვის მინდა. ამიტომ როგორც კაინის მსხვერპლი არ იყო მიღებული, მას ღმერთისთვის უნდა და განასახში წაიღო. ღმერთისთვის უნდა და რაც ღმერთს არ უთხოვია. ღმერთისთვის უნდა და რაც ღმერთს არ უთქვია, რო ეგ მინდა მე, იქნება სხვა რამე უნდა და ღმერთს. ღმერთო მინდა მე შენთვის ღვთისმეტყველების დოქტორი გავხდე. და იქნება ღმერთს უნდა რომ საოჯახო ჯგუფის ლიდერი გავხდე. პატარა საოჯახო ჯგუფში 2-3 ადამიანს მოვემსახურო. ღმერთო მე ღვთისმეტყველების დოქტორი მინდა შენთვის გავხდე. იქნება ოქროს მსახურებაში უნდა ღმერთს დახმარება ჩემი. იქნება ღმერთს უნდა რომ ჩემი მანქანით ავდგე და მოხუცებს მოვემსახურო. იქნება ღმერთს უნდა რომ წავიდე და ობოლ ბავშვებზე ვიზრუნო. შენ ნუ გადაწყვიტავ. უფალი ის არის. ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. და რწმენა რას ნიშნავს? დაეკითხო და უთხრა, შენ რა გინდა ჩემ ცხოვრებაში? ერთი ადგილია მოთხრობილი წმინდა წერილში, ეს არის იესო ნავის მე-9 თავი, მე-3, მე-16 მუხლები. ეს არის მოთხრობილი, როცა იესო ნავეს მაიღო იერიხონი, ძალიან გამაგრებული ქალაქი, შეეშინდა ყველა ერებს ირგვლივ და იყო ერთი ცბიერი ერი. აბა ვინ იყო ეს თუ გახსოვთ? გაბაონელები, ცბიერები იყვენ, როგორ? ჩაიცვეს ძველი ტანსაცმელი, აიღეს დაობებული პურები, ჩაიცვეს გაცვეთილი ფეხსაცმელი, დაიყარეს მტვერი და მივიდნენ. ჩვენ ცხოვრობ ძალიან შორს, უთხრეს. აი ეს პურებიო, როცა ქალაქიდან გამოვედი, ჯერ კიდე ცხელი იყო. და ხედავ გზაში დაობდაო. ტანსაცმელი სულ ახალი გქონდაო და ხო ხედავ როგორ დაცვდა. აი ესე შორს ცხოვრობთო, მაგრამ გავიგეთო რომ თქვენო ძლიერი ღმერთი გყავთო. ამიტომ მოვედიო თქვენთან რომ აღთქმად დაგვიდოთო, რომ როცა ჩვენ ქვეყნამდე მოაღწევთო, არ აკვრი ჩვენი მიწებიდან. და დაწერილია. არც კი დაკითხია ისრაელი ღმერთსო. არც კი დაკითხიან ღმერთს. ისე გაუფორმეს აღთქმა. და აღმოჩნდა რომ ისინი მეზობლები იყვნენ. ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ მათთან და მთელი ისტორიის განმავლობაში პრობლემებს ქმნიდნენ მათთვის. ღვთის სახის ძიება, მეგობრებო, ეს არ არის რაღაც აბრაკატაბრა მაგიური რაღაც. ღვთის სახის ძიება, ეს არის ძიება იმის, რას მიბრძანებ ღმერთო, რო გავაკეთო. იცი მე ვიცი რომ ბევრ ადამიანს ულოცია ასე რას მიბრძანებ და პასუხი არ ქონია, იცით რატო? ზოგიერთი ამას ლოცულობს სხვისი მიბაძვით. თუ ინტერესები ღმერთი რას გიბრძანებს, მაშინ მზად იყავი, როცა გიბრძანებს, ის გააკეთო. თუ ღმერთმა გიბრძანა, რომ ერთი ჭიქა წყალი მიაწოდე შენს მეგობარს, ადექი და მიაწოდე. და თუ ღმერთმა გიბრძანა, მოდი ესე გააკეთე. შეძელი. ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელიც მოსაგები გვაქვს, შენც, მეც და ყველას, ეს ბრძოლა ჩვენს საკუთარ თავთან არის. ეს ბრძოლა არ არის ქვეყნიერებასთან. ჩვენ მათთან არაფერი ბრძოლა არ გვაქვს. ისინი ელოდებიან ჩვენ სიყვარულს. ისინი ელოდებიან ჩვენთან აგრძნობას. ისინი ელოდებიან ჩვენ დახმარებას. თუმცა დღეს შეიძლება ძალიან ცუდს აკეთებენ ჩვენს მიმართ. სინამდვილეში პირიქით არის. ჩვენ მათგან თავდასხმა კი არ გვჭირდება. მათ ჭირდება ჩვენი დახმარება. ჩვენ ყველაზე დიდი ბრძოლა, რაც მოსაგები გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენ საკუთარ თავთან არის. რომ შევძლოთ მისი ხმის მოსმენა და მისი უფლობის აღიარება. რომ ვთქვათ, შენ ხარ უფალი. შენ ხარ უფალი. შენ ხარ ის და შენ თუ ამბობ ასე, მე წავალ ამ გზით. ეს ცოტა აბსტრაქტული რო არ გამომივიდეს, ჩემო მეგობრებო. მეორე ნეშტას მე-15 თავში მოთხრობილია ამბავი. მეფე ასაზე, რომელსაც თანაც მოვიდა ყაზარია წინასწარმეტყველი და უთხრა, რომ მისმინე ასაო. იუდაო და ბენიამინო, დღეს ეს ასე წავეკითხოთ, მისმინე გორის ეკლესიაო.
და გორში ყველა ეკლესიებმა. უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ ხართ მასთან. თუ მიატოვებ, ისიც მიგატოვებს. თუ მოძებნი, ის თავს გაპოვნინებს. მიხვდნენ. ესე იგი, ღმერთი ჩვენთან არის თუ ვეძებთ. დაიწყეს ძებნა და აღთქმა დადეს. ნახე როგორი აღთქმა დადეს, მეგობრებო. ხმამაღლა ეფიცებოდნენო ღმერთს და ხარობდნენო აღთქმის გამო, რომელიც დადეს ღვთის წინაშეო. და ეს იყო აღთქმა. დიდი იქნებოდა თუ მცირე, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ მოხუცი, ვინც არ ეძებდა ღმერთის სახეს, უნდა მომკვდარიყო. და უხაროდათო, რა უხაროდათ? ესე იგი, ჩემი შვილი თუ არ ეძებს ღმერთის სახეს, უნდა მოკლა? ეს უხაროდათ? მაგრამ სამაგიეროდ წმინდა წერილი ამბობს, მთელი გულით ეძებდნენ ღმერთს და ღმერთმა უპასუხაო, აპოვნინა თავი და სიმშვიდე უბოძა ირგვლივო დიდება უფალს.